ეს არის ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული საკითხი ჩვენი სამხედროებისთვის შესაბამისი პირობების შექმნის კუთხით. კიდევ ერთხელ ვთქვი, მთავარი არის რომ ამ ადამიანებმა იგრძნონ თავი, რომ საზოგადოება მათზე ზრუნავს და საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა ერთ-ერთი ვალდებულება არის, რომელიც ჩვენ აღებული გვაქვს. წინა ხელისუფლებას რამდენჯერმე აქ ერთი და იგივე ბინა გადაცემული ერთი და იგივე ადამიანისთვის, რამდენადაც მე ვიცი, ლენტების ჭრაზე იყვნენ გადასული და სამწუხაროდ ის ბინაც და ის შენობაც დასრულებული არ არის, იქ არ არის სველი წერტილები დასრულებული და ამ შემდეგ და იურიდიულადაც კი პრობლემა ექნება ასეთ მდგომარეობაში არსებული სახლის გადაცემას. ამიტომ ჩვენი საბინაო კომისიამ პრაქტიკულად მუშაობა დაასრულა ახლა, რომელმაც ინვენტარიზაცია ახლიდან გაუკეთა ჩვენ არსებულ შენობა-ნაგებობებს. მიღებულია გადაწყვეტილება, შემიძლია გითხრათ, რომ დავიწყებთ როგორც კი პირველი ინფრასტრუქტურული დაფინანსების ტრანში წამოვა ახალი, დავიწყებთ სწორედ ჩვენს აეროპორტის ტრასაზე, თქვენ რასაც ხედავთ იმ ბინების დასრულებას. ჩვენ განსაზღვრული გვაქვს, რომ იქ დასრულების სამუშაოს შემდეგ პრაქტიკულად მოვიცვავთ ყველას 2008 წელს ომში დაღუპულების დაჭრილების, ავღანეთის ომში დაღუპულების და დაჭრილების, ასე ვთქვათ, კატეგორიას და ასევე დავიწყებთ აღებული ვალდებულების, საკონტრაქტო ვალდებულების, ასე ვთქვათ, შესრულებას. ასევე ჩვენ გორში შევარჩიეთ, უკვე გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ გორშიც დავიწყებთ საბინაო ჩვენი ინფრასტრუქტურის შენებას, რეაბილიტაციას, განსაკუთრებით ერთი შენობა იქნება მთლიანად სწორედ ჩვენი დაჭრილი და გადაადგილება შეზღუდული მეომრების